კითხვა რომ დაუსვათ ახლა ვინმეს და კითხოთ. აი როგორც თანამედროვე ჭალებში რა თქმა უნდა ტრენდების მიხედვით დამოუკიდებლად მოფიქრალი და თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოფიქრალი ადამიანები Deep State-ის და მათი აგენტურის მიერ იწოდებიან პრორუსებად თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, ხო? ჩვენს გადმოგვცდა ეს ტრენდი. საქართველოს ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში რა გააკეთა რუსული? რაში გამოადგა რუსეთს და სად წაიწია წინ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთმა? ნაცმოძრაობის დროს ხო იყვნენ ვითომ პროევროპელები. ბევრი მაგალითი, მათ შორის დიდი თემები შეგვიძლია ჩამოთვალოთ, პატარა თემებს რომ თავი დავანებოთ, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების რუსულ სახელმწიფო საწარმოებზე მიყიდვა, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერა, როდესაც მხოლოდ საქართველოს ხმა იყო საჭირო, ტერიტორიების გადაცემა, კოდორი ბრძოლის გარეშე დაუთმეს, მათ შორის რა გადაწყვეტილებები მიიღეს, კოდორს რა დაარქვეს, როგორ შემოუსაზღვრეს 1 წლით ადრე სამაჩაბლოს ტერიტორია და როგორ დაარქვეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სიტყვა ყოფილის დამატებით, როგორ განსაზღვრეს მისი საზღვრები. და რასაც დღეს რუსები რომ ბორდერიზაციას ეძახიან და მათ შორის არა მხოლოდ რუსები და საზღვარს ავლებენ თავისი ჭკუით საზღვარს. იმასთან დაკავშირებით პრეტენზიას რომ წავუყენებთ, თქვენი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიხედვით მიყვებით თუ ამ წითელ ხაზებს რომ არგუმენტად რომ გვეუბნებიან სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე. რამდენი ერთი შეიძლება ჩამოთვალოთ რუსეთის სასარგებლოდ რეზოლუციის მხარდაჭერა, სადაც ომის დაწყება უღიარეს, ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ სამხედროებს და ეს რამხელა რისკი იყო ჰააგაში და სტრასბურგში, იცით? აი ეს კონკრეტული ნაბიჯები. მსგავსი კი არა. ამისი მიასედი ხარისხის რა გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, რომელიმე თქვენგანს, აქ არის მაგალითად TV1-ის წარმომადგენელი, თქვენ საგრძანდებით სხვა მედიის წარმომადგენელი, ერთი პასუხი, ერთი ნაბიჯი ქართული ოცნების პირობებში, აი ეს არის ყველაფერზე პასუხი.